კურიერს სპეცგამოშვებას და ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობ პრემიერის ბრიფინგს. ბატონი კახი კახიშვილი. მე მინდა აღვნიშნო, რომ გოგა იყო მართლაც ძალიან წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით, რომ საქმიანობის სისტემაში ჩვენ ყველაზე რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ. ჩვენ სტრატეგიულად და შინაარსობრივად მთლიანად შევცვალეთ სისტემა, ასევე მინდა ვთქვა, რომ საჯილასრულების დაწესებულებაში აღმოიფხვრა მთლიანად ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამებასიასტიკე, ასევე ღირსების შემნახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა სააკაშვილის დროს და ჩვენ სრულად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ სისტემის რეფორმა და სწორედ ეს ბატონი გოგას დამსახურება არის და მისი გუნდის. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მას ჰქონდა დაწყებული მეორე ეტაპი, მნიშვნელოვანი ეტაპი და მინდა შეგახსენოთ, მე პირადად ვიმყოფებოდი ამ რეფორმის ამსახველ რამდენიმე ღონისძიებაზე, მათ შორის საჯილასრულების ახალი დაბალი რისკის დაწესებულების და სრულად თანამედროვე მართვის ცენტრის გახსნაზე და გოგამ გააუქმა საჯილასრულების დეპარტამენტი, მთლიანად გარდაქმნა ეს სტრუქტურა, ასევე მოხდა მჟავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ყველასთვის, პირველად სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების კურნალობისთვის. ასევე ბატონი გოგა არის ინიციატორი პროექტისა, რომელიც ინოვაციური არის ამ სისტემაში, კერძოდ მეგულისხმობ ელექტრონულ, ასე ვთქვათ, სამაჯურებს, მონიტორინგს პატიმრებისას, მათ შეეძლებათ სახლში იყვნენ, შინაპატიმრობაში და ამ სისტემას ბატონი კახა დანერგავს უკვე უახლოეს მომავალში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბატონი გოგა გახლავთ ორი შვილის მამა, იგი არის თავის წესიერებით გამორჩეული, პროფესიით გახლავთ სამართალმცოდნე, იურისტი, ამ სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვა წლებში იგი მუშაობდა არაერთ მათ შორის მაღალ თანამდებობაზე, მუშაობდა როგორც პოლიციაში, ასევე ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურებში, ასევე მუშაობდა შემოსავლების სამსახურში. იგი არის ძლიერი მენეჯერი, კარგად იცნობს სისტემას და ზუსტად იცის თუ რა სჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებს. მას მინდა გითხრათ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განაგრძობს შინაგანსაკუთრების სამინისტროს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს. ასე რომ მე ვუსურვებ ბატონ გოგას წარმატებებს. რაც შეეხება ყველასთვის ცნობილ ბატონ კახი კახიშვილს. იგი ასევე გახლავთ ორი შვილის მამა, გამოირჩევა თავის წესიერებით, თავისი განათლებით, პროფესიით არის იურისტი. მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, ასევე უკვე არასამთავრობო სექტორში მუშაობის. მე შეგახსენებთ, რომ ბატონი კახა მუშაობდა შინაგანსაკუთრების სამინისტროში, ასევე პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. ასევე გეტყვით, რომ ბატონი კახი მუშაობდა წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში და მან თავი დაიმკვიდრა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულმა და ასე ვთქვათ ობიექტურმა ექსპერტმა და 2014 წლის ოქტომბრიდან უკვე საჯილასრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. მე ასევე გეტყვით, რომ მინისტრად დანიშნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ საჯილასრულების სისტემის რეფორმის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სისტემა კიდევ უფრო ღია გახდება ყველასთვის და გამჭვირვალე და ახალ ეტაპზე გადავა ის რეფორმი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ სოზარ სუბარის დროს, შემდეგ ბატონი გოგამ გააგრძელა და ახლა უკვე ბატონი კახა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვას. და ამ სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი გოგა და ბატონი კახი გახლავთ ჯგუფელები, ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან და სწორედ თანაავტორები არიან ამ რეფორმების, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ასე რომ მე ორივეს ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ უწყებები, რომლებიც მათ ჩაიბარეს, გახდება სამაგალითო ჩვენი მთავრობის დროს. დიდი მადლობა. ახლა მე ვთხოვ ორივე მინისტრს, რომ გააკეთონ რამდენიმე განცხადება. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო გამოცხადებული ნდობისთვის. ალბათ ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის აწმყო მომავალი მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული არის ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე. სწორედ რომ ერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეების წინაშე.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. მე არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა არ გადაუხადო საჯარო დასრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც დღე და ღამ ჩემს გვერდით იდგნენ და მეხმარებოდნენ იმ ძირეული რეფორმების განხორციელებაში, რაც ჩვენ ამ სისტემაში განვახორციელეთ. დიდი მადლობა მათ, დიდი მადლობა ბატონ კახის და უსურვებს წარმატებებს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კახი ღირსეულად გააგრძელებს იმ დარჩენილ განსახორციელებელ პროექტებს, რომელიც დარჩენილია ამ სამინისტროში. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. მოგესალმებით და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ გუნდს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ ამავდროულად მე საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებლად ვუზრუნველყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება ამ პენტენციურ დაწესებულებებში. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს გოგა მღევრიშვილს, რომელმაც ჩაიბარა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის პოსტი, ქვეყნის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის და წარმატებებისთვის მინდა უსურვო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა.